როდესაც უკრაინა აფართოებს თავის შორი მოქმედების კამპანიას, მას წინ დიდი გამოწვევა ელის. ეს კამპანია უკვე ეფექტურია, მაგრამ უკრაინას სურს, რომ მეტი დრონი მოხვდეს მიზანში და ამისთვის საჭიროა რუსეთის საჰაერო თავდაცვას გაუმკლავდეს. უკრაინის ძალიან ბევრი დრონი ან გზიდან გადაჰყავთ, ან ანადგურებენ ამ თავდაცვითი სისტემები. რაც უფრო ნაკლებად ეფექტურია რუსეთის საჰაერო თავდაცვა, მით უფრო მეტად იცვის რუსეთი. ეს მარტივი კონცეფტია. და ახლა დიდი ბრიტანეთმა უკრაინას მისი პრობლემის გადაწყვეტა მისცა. ვერ დაიჯერებთ რა მისცა დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას. ჰარი პოტერის სტილში შექმნილი იარაღი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დააპროექტა, ზადაა ომში შემდეგ დიდ მოვლენად იქცეს. უკრაინა სურს რუსეთი ქვის ხანაში დააბრუნოს და ახლა ეს შეუძლია. რატომ? Stone Cloud-ი მოდის. 26 ივლისს ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბანჰამმა გამოავლინა, რომ ის აპირებს ახალი შეთანხმების გაფორმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ახალი შეთანხმება გაფორმდება მათი შეხვედრის დროს კემპ საშენში. და ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიის რუსეთისგან დაცვის საქმეში რჩება ურღევად, აცხადებს ბანჰამი. ასე რომ ახალი შეთანხმება მზად არის ხელმოსაწერად. რა არის ესეთი მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი ისა, რასაც უკრაინა მიიღებს. ამ შეთანხმების ფარგლებში უკრაინა მიიღებს სპეციალურად შექმნილ სიგნალის ჩამხშობებს, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა იმისთვის, რომ საკუთარი ახალი იარაღის სერიაში ინტეგრირდეს. Stone Cloud-ად სახელდებული ეს ჩამხშობები უკრაინის დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის პრაქტიკულად უხილავს გახდის. წარმოიდგინეთ თითქოს ჰარი პოტერის უხილავი მანტია, ოღონდ იარაღებისთვის. აი სწორედ ამას დაფირდა დიდი ბრიტანეთი უკრაინას. მაგრამ საქმე ამაზე ბევრად უფრო ღრმაა. დიდი ბრიტანეთი უბრალოდ Stone Cloud-ებს არ გადასცემს და ამით არ ამთავრებს საქმეს. უკრაინა იღებს ლიცენზიას, რომ თავად აწარმოოს ეს გენიალური ჩამხშობები. Stone Cloud-ები უკრაინისთვის ახალი არაფერია. დიდმა ბრიტანეთმა უკვე ათასობით სიგნალის ჩამხშობი მიაწოდა უკრაინას. თუმცა ეს ათასებიც კი საკმარისი არ არის. უკრაინის შორი მოქმედების კამპანია 2026 წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რის შედეგადაც 10,000-ობით უკრაინული დრონი გაუშვეს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის ის, რაც უკრაინას სჭირდება. 10,000-ობით Stone Cloud-ი იმ უზარმაზარი რაოდენობის დრონების შესათვისად, რომელსაც ის უშვებს. ამ ახალი შეთანხმებით უკრაინა მიიღებს ტექნოლოგიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რათა მასიურად აწარმოოს ისინი. შესაძლოა ისეთ მასშტაბზე, რომელსაც თვით დიდი ბრიტანეთიც კი ვერ გაუმკლავდება. ზელენსკის ვიზიტის წინ ბანჰამმა ახსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას, მხრით მხართან და ჩვენი მხარდაჭერა ურღევი. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს სიმტკიცეში. და ჩვენ არ დავიხებთ უკან, სანამ უკრაინისთვის მდგრად მშვიდობას არ მივაღწევთ. ბანჰამმა შემდეგ დაამატა, Stone Cloud-ი არის ბრიტანული ინოვაციის საუკეთესო ნიმუში და ფრონტის ხაზზე გამოცდილი. და ის გადამწყვეტი იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ეს იყო გზავნილი ვოლდემორტისთვის, უკაცრავად პუტინისთვის. ისთვის, რომ უკრაინის დრონები და რაკეტები მალე უხილავი გახდება და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის წინააღმდეგ. რამდენადაც დიდი ბრიტანეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ კვლავ უკრაინის გვერდით დგას, რაც თავისთავად მძიმე დარტყმაა პუტინისთვის, რომელიც ცდილობს ევროპაში განხეთქილება შექმნას, ამ ახალ შეთანხმებაში საკუთარი ინტერესის ელემენტიც არის. უკრაინა იღებს შესაძლებლობას შექმნას Stone Cloud-ები. სანაცვლოდ, დიდი ბრიტანეთი იღებს მასობრივი განლაგების მონაცემებს ჯამერზე, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება უკრაინის ფრონტზე. ბრიტანეთის არმიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მონაცემები შეგროვდება Stone Cloud-ის მუშაობაზე, მას შემდეგ რაც ის მასობრივად განლაგდება. ამ ინფორმაციის გამოყენებას დიდი ბრიტანეთი გეგმავს თავისი მომავალი თაობის რაკეტებისა და დრონების განვითარებაში. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი სურს ნახოს, როგორ მუშაობს ჯამერის მიმდინარე ვერსია, რადგან აპირებს Stone Cloud-ის ინტეგრირებას Project Breakstop-ში, რომელიც არის მომავალი დაბალღირებული საკრუიზო რაკეტა. ჩვენ ასევე ვარაუდობთ, რომ როგორც დიდი ბრიტანეთი, ასევე უკრაინა გამოიყენებენ შეგროვებულ მონაცემებს Stone Cloud-ის დასახვეწად, რაც მას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემებთან შედარებით. ეს ახალი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რამდენიმე მიზეზის გამო, რომელსაც მალე აგიხსნით. მაგრამ ჯერ მთავარი კითხვა. Stone Cloud-ი ზუსტად რა არის? Stone Cloud-ი არის სიგნალის ახალი ტიპის ჩამხშობი, რომელიც შეიძლება ჩატვირთონ დრონებსა და რაკეტებში. ის შექმნილია იმისთვის, რომ ამ იარაღებს დაეხმაროს საჰაერო თავდაცვების გადალახვაში. ევროაქტივს აქვს ცოტა მეტი ინფორმაცია. ეს ჩამხშობები პატარაა, დაახლოებით პლანშეტური კომპიუტერის ზომის. ისინი შეიძლება პირდაპირ მიამაგრონ იარაღზე, რომელსაც უკრაინა აპირებს გამოიყენოს. და ისინი მუშაობენ იმ სიგნალების ჩახშობით, რომელსაც სააერო თავდაცვის სისტემები იყენებენ. და ამ სისტემებმა შეძლონ უკრაინის ჭურვებზე თვალყურის დევნება და მათზე დამიზნება. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Stone Cloud-ი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თვითონ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, არამედ რადარზეც, რომელიც ამ სისტემას აქვს მიმაგრებული. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით გარდა ვარაუდებისა. Stone Cloud-ი სავარაუდოდ იყენებს რადიოსიხშირული ჩახშობის ტექნოლოგიას, რათა ჭურვების აღმოჩენა გაართულოს. რადგან ოფიციალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მხოლოდ ვარაუდობთ, რომ ეს მოიცავს იმ რადიოსიხშირულ დიაპაზონებსაც, რომელსაც რუსული ადრეული გაფრთხილებისა და თვალთვალის რადარები იყენებენ. უკრაინას ასევე დასჭირდება კრიტიკული ნაწილების მოძიება, რათა საკუთარი Stone Cloud-ები აწარმოოს. ეს მოიცავს ნახევარგამტარებს, გამანძლიებლებს და რებლებს და RF მოდულებს. ყველა ეს კომპონენტი, როგორც ჩანს, უკრაინას უკვე შეუძლია მოიპოვოს თავისი სხვა იარაღებისთვის. სავარაუდოდ მას არ უნდა ჰქონდეს სირთულე ამ კომპონენტების მოპოვებაში. თუმცა თითოეული მათგანის შეძენის რაოდენობამ შეიძლება შეაფერხოს იმ Stone Cloud-ების რაოდენობა, რომელსაც უკრაინა თავად დაამზადებს. მაგრამ ეს მომავლის პრობლემაა.
ეხლა კი უკრაინა გახარებულია, რომ მოიპოვა უფლება, აწარმოოს მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მის ომში რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ უფრო ღრმად განვიხილავთ, რატო უნდა მოხდეს ეს ცვლილება, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ჩვენი არხის კონტენტი, ად დაგავითვლეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართო. რომ არასოდეს გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის მიერ გამოყენებულ უახლეს იარაღებზე. დავიწყოთ იმით, რასაც Stone Cloak-ი დაუპირისპირდება. რუსეთის სააერო თავდაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე არხზე ბევრჯერ ითქვა, რამდენად ცუდად მუშაობს ეს თავდაცვა, რადგან უკრაინის დრონების ოპერატორებმა მხოლოდ 2026 წელს ასობით დათმა განახორციელეს რუსულ სამიზნეებზე. ისინი მაინც პრობლემად რჩებიან. და თუ რუსეთს დაუჯერებთ, უკრაინის დრონების ბევრად უფრო დიდი ნაწილი იჭერება, ვიდრე რეალურად აღწევს იმ ადგილამდე, სადაც უკრაინას სურს მათი გაგზავნა. მაგალითად, ალ-ჯაზირას ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მხოლოდ ერთ ღამეში, 24 ივლისისკენ გადამავალ ღამეს, უკრაინის 561 დრონი გაანადგურა. 2025 წლის ბოლოსკენ სამეფო გაერთიანებული სამხედრო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა, უკრაინის მიერ გაშვებული დრონების 10%-ზე ნაკლები აღწევს მიზანს. მიუხედავად იმისა, ეს მდგომარეობა ნახევარი წლის შემდეგაც შენარჩუნდა თუ არა, უცნობია. მაგრამ რაც აქ ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უკრაინას სურს მისი გრძელდისტანციური დათმები კიდევ უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე უკვე არის. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე პირდაპირ შეტევა ამ მიზანს უწყობს ხელს, რადგან ეს ქმნის უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს დრონებისა და რაკეტებისთვის. თუმცა უკრაინის მიზანი ახლა კიდევ უფრო მეტი წარმატება. რა მოხდება თუ უკრაინა გაუშვებს 600 დრონს? და მათგან 20% ან 30% მიზანს მიაღწევს. ეს სწორედ ის არის, რასაც დიდი ბრიტანეთის Stone Cloak-ის გადაწყვეტილება შეიძლება შეუწყოს ხელი. თუ უკრაინა შეძლებს ამ მოწყობილობების მასობრივ წარმოებას ისე, რომ მათი დარყენება შეძლოს უმეტეს თუ არა ყველა ინჭურზე, რომელსაც რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშვებს, მაშინ მას ხელში ექნება სერიოზული ძალის გამაძლიერებელი. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს ისეთი რამეებისთვის, როგორიცაა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის შეტევები. ეს შეტევები უკვე ეფექტური. 25 ივლისს უკრაინამ განახორციელა კიდევ ერთი შეტევა თიუმენის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც მის საზღვრებიდან 2000 კილომეტრითაა დაშორებული. შეტევამ ხანძარი გამოიწვია. ეს ხანძარი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ უკრაინის მეტი დრონი გაევლო თავდაცვას. ასევე არსებობს სარგებელი უკრაინისთვის ამ დარტყმების ღირებულების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ დრონები გრძელ მანძილზე დარტყმების განხორციელების იაფ საშუალებას იძლევა, თუ კი უპილოტო აპარატების ჯგუფები მიზნამდე ვერ აღწევს, ეს მაინც ნიშნავს, რომ უკრაინა თითოეული თავდასხმისას 10,000-ობით თუ არა 100,000-ობით დოლარს წყალში ხრის. კიდევ ერთხელ, Stone Cloak-ს ამის შეცვლა შეეძლო. უკრაინის ღრმა დარტყმის სტრატეგიის მთელი გათვლა ამის შედეგად იცვლება. რაც შეეხება გავლენას რუსეთზე, ეს კი გვიყვანს მეორე მიზეზთან. ეს კი გვიყვანს მე მიზეზთან. თუ რატო არის Stone Cloak-ის ლიცენზირების შეთანხმება ასეთი მნიშვნელოვანი. შორმანძილზე დათმების სტრატეგია, რომელიც უკვე ახლა ფართოვდება და ძალიან კარგად მუშაობს, ახლა უკვე აქვს პოტენციალი რუსულ მოსახლეობას, რომელიც უკვე გრძნობს ომის გავლენას, რომელსაც არასდროს ელოდნენ საკუთარ კართან, მიაყენოს უზარმაზარი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ტკივი. როდესაც რუსეთი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში შეიჭრა, პერსპექტივა იმისა, რომ დრონები და რაკეტები 2000 კილომეტრის სიღრმეში რუსულ ტერიტორიაზე მიაღწევდნენ, აც კი განიხილებოდა. მაშინაც კი როცა თავდაპირველი შეჭრა ჩავარდა და უკრაინამ დასალური რაკეტების მიღება დაიწყო, ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი თავდასხმებს მხოლოდ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებზე ზღუდავდა, ისევე როგორც ყირიმზე და შავ ზღვაზე. და დავიდეთ 2026 წელს. და სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. უკრაინას არა მხოლოდ შორმანძილზე დათმების განხორციელება შეუძლია, როგორც ტიუმენში ვნახეთ. ის ამ დარტყმებს ისეთი სიხშირით ახორციელებს, რომ ეს უკვე ყველაზე ცივსისხლიან რუსებსაც კი აშფოთებს. მაისის ანგარიშში United 24 Media-მ გამოავლინა, რამდენად გამწვავდა უკრაინის ღრმა დათმების კამპანია. 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ რუსულ სამხედრო ობიექტებზე 1000-ზე მეტი დრონი გაუშვა. 2025 წლის ივლისში ეს რიცხვი 3000-მდე გაიზარდა. მაგრამ 2026 წლის მარტში უკრაინამ ერთ თვეში დაახლოებით 7000 დრონი გამოიყენა. რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ უკრაინა რუსეთს გადაასწრებდა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გაშვებული საბრძოლო საშუალებების რაოდენობით. რუსეთს მნიშვნელოვან ადგილებში 7 ზურგი აღარ აქვს. ერთადერთი ადგილები, რომლებიც უკრაინის დრონებისგან უსაფრთხოა, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია, რომელიც უკრაინიდან იმდენად შორსაა, რომ ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ პუტინს საშუალებას აძლევს იქიდან ჯარისკაცები მოიზიდოს. ამ დარტყმების რიცხვის მიღმა კიდევ ერთი მიზანი აქვს. უკრაინა ცდილობს დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა და ამავდროულად მუდმივად შეახსენოს პუტინის ხალხს, რომ ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო, ეხლა მათაც ეხებათ. ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინის დრონებს უკვე აქვთ ის გავლენა, რაც იგეგმებოდა. 6 ივლისის ანგარიში ტელეგრაფმა გამოავლინა, რომ 2025 წელს 9 მილიონი რუსი გაკოტრდა ომის ეკონომიკური გავლენის გამო. და დაამატა, რომ ქვეყანა ახლა აფეთქების ზღვარზე მყოფ საბანკო კრიზისს აწყდება. ეკონომიკური ზრდაც უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო იძულებული გახდა შეეცვალა მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს ზრდის პროგნოზი. 2026 წლისთვის 1.3%-დან 0.4%-მდე. იგივე ეხება 2027 წელსაც, სადაც MŠP-ს ზრდის პროგნოზი ახლა 1.4%-ია 2.8%-ის ნაცვლად. და ესეც რუსეთის შელამაზებული მონაცემებია. ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რეალობა ქვეყანაში ბევრად უარესია. უკრაინის სიღრმისეული დათმები ამ ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მათ ასევე ხელი შეუწყეს საწვავის კრიზისს რუსეთში, რომელიც ქვეყნის უმეტეს რეგიონს მოიცავს და განსაკუთრებულად აზარალებს ყირიმის ოკუპანტებს, რომლებიც სულ უფრო იზოლირებულნი ხდებიან, როგორც საშუალო, ისე გრძელდისტანციური დარტყმების შედეგად.
უკრაინამ უკვე დაიწყო თითქოს და სამოქალაქო ბიზნესების დაბომბვაც, როგორც ეს Wildberries-ის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც რუსეთის Amazon-ს უწოდებენ. Wildberries ისეთი უდანაშაულო არ არის, როგორც რუსეთს უნდა რომ გჯეროდეთ. ელექტრონული კომერციის ეს პლატფორმა თავის მაღაზიაში დრონებს, კომპონენტებს და სამხედრო აღჭურვილობასაც კი ყიდის. კომპანიის საწყობებზე დარტყმები, როგორც უკრაინამ ივლისში რამდენჯერმე გააკეთა, ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ღირებულების მარაგი ცეცხლში იწვის. მეწარმეებისთვის, რომლებიც თავიანთ ბიზნესში Wildberries-ზე იყვნენ დამოკიდებული, მიღებული დარტყმები დამანგრეველი და მომაკვდინებელია. Wildberries-მა ახლა სამხედრო კატეგორიები თავის ონლაინ პორტალზე დამალა. აი, რამდენად საშინლად ეფექტურია უკრაინის გრძელდისტანციური დარტყმები. ეხლა ამ ყველაფერს Stone Cloud-იც დაუმატეთ. როდესაც ამ უხილავ მოსასხამებს დრონებზე ამაგრებენ, კამპანია, რომელიც უკვე დიდ ტკივილს აყენებს რუსეთის ეკონომიკასა და ხალხს, კიდევ უფრო ძლიერდება. უკრაინას აღარ მოუწევს გაშვებული დრონების რაოდენობის გაზრდა. ის უბრალოდ უფრო ეფექტური გახდება იმ რაოდენობით, რასაც უკვე აგზავნის რუსეთში. და ახალი ლიცენზიის შეთანხმების დროით საუკეთესოა. 26 ივლისს სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ შექმნა სამხედრო სამიზნეების ახალი სია, რომლებზეც რუსეთში დათმას აპირებს. დღეს შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ოპერაციებს და განვაახლეთ პრიორიტეტული სამიზნეების სია მათი რეალური გავლენის მიხედვით რუსეთზე და მის შესაძლებლობაზე. გააგრძელოს და გაახანგრძლივოს ეს ომი. ზელენსკიმ განაცხადა, დამატებით, მთავარი მიზანია რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა დიპლომატიას მიმართოს. იარაღის კომპონენტების წარმოების შეწყვეტი, ნავთობისა და სხვა ეკონომიკური ზარალის გამოწვევით, ეს ომი ისევ ნაცნობ არენაზე დაბრუნდეს. Stone Cloud-ის ლიცენზირება და წარმოება სავარაუდოდ დროულად ვერ მოესწრება, რომ ამ კონკრეტულ სამიზნეებზე გავლენა მოახდინოს. მაგრამ მომავალში კიდევ მეტი დაემატება. უკრაინის დრონები არსად არ მიდიან. სიამდვილეში მიდიან, სწორედ რუსეთში. და როდესაც მათ Stone Cloud-ებით არიან აღჭურვილი, ისინი კიდევ უფრო ხშირად აღწევენ იმ სამიზნეების გულებში, რომლებსაც უკრაინა თავის დრონების ოპერატორებს აძლევს. კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც Stone Cloud-ი რუსეთს შეაშფოთებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინა თავის პარტნიორებთან ბევრად უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს, ვიდრე პუტინი ფიქრობდა შესაძლებლად. კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ იმაზე, როგორი ეგონა რუსეთს, რომ უკრაინა 2022 წელსაც ყოველთვის იქნებოდა რუსეთისთვის უკრაინას სუსტი ქვეყანა იყო. მართალია, მან შეძლო თავდაპირველი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოგერიება, მაგრამ ამის შემდეგ ის მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარის იარაღს უგზავნიდნენ უკრაინას. უკრაინა, რა თქმა უნდა, დიდად ეკნობოდა ამ იარაღს ომის პირველ რამდენიმე წელს, მაგრამ გარდაქმნა მოხდა. 2022 წელს უკრაინა იღებდა ნებისმიერ იარაღს, რომელსაც თავაზობდნენ და ის ძირითადად დახმარების მიმღების როლში იყო მოქცეული. ეს პუტინისთვის მისაღები იყო. ამდენადაც მას სძულდა კოლექტიური დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად ჩარევის გამო, ის ასევე ფიქრობდა, რომ შეძლებდა დასავლელი ლიდერების манипуლირებას და დროთა განმავლობაში ამ დახმარების შეწყვეტას. მას უბრალოდ უნდა წარმოეჩინა უკრაინა როგორც პარაზიტი, რომელსაც გადარჩენა არ ეკუთვნოდა. მიზანი იყო დაყოფა. 2026 წელს უკრაინა აღარ არის ის სუსტი ქვეყანა, როგორცაც რუსეთი წარმოაჩენს. პირდაპირ რომ თქვათ, ის არასდროს ყოფილა ესეთი. მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ ქვეყნის ვერსიას, რომელიც ევროპულ და გლობალურ თავდაცვაში აქტიური წვლილი შეაქვს. სწორედ იმ ქვეყნის ნაცვლად, რომელიც მხოლოდ სხვებზეა დამოკიდებული გადარჩენისთვის. დაფიქრდით, რას ნიშნავს ის, რომ დიდი ბრიტანეთის Stone Cloud-ის ლიცენზიას უკრაინას აძლევს. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას იარაღის შექმნის უფლებას აძლევს. ეს არის აღიარება იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის სექტორი იმდენად გაიზარდა როგორც ზომით, ისე სირთულით, რომ მას შეიძლება ენდო და მიანდო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის შექმნა, რაც კი დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა ოდესმე შეიმუშავეს. აქ ჩვენ ხედავთ უკრაინის აღიარებას, როგორც მზარდ თავდაცვის ძალას. უკრაინის თავდაცვის სექტორი, რომელიც შეჭრის დასაწყისში 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, იმდენად გაიზარდა, რომ მისი მოცულობა ახლა 55 მილიარდს აჭარბებს. უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ დახმარების მიმღები. ის უკვე წლილის შემტანია და დიდი ბრიტანეთის მიერ Stone Cloud-ის ლიცენზიის მინიჭება აღიარებაა იმისა, რომ უკრაინა გახდა მნიშვნელოვანი პარტნიორი ბრიტანეთის თავდაცვაში. ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი უკრაინისთვის. ასეთ მოვლენებს 2026 წელს გასაოცარი სიხშირით ვხედავთ. Stone Cloud მხოლოდ უახლესი მაგალითია იმ მზარდი მოწინავე ტექნოლოგიების სერიიდან, რომლებიც ლიცენზირებულია უკრაინისთვის წარმოებისთვის. მანამდე აშშ-მ გააკეთა შოკის მონგრელი განცხადება, რომ აპირებს უკრაინაში Patriot-ის ჩამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზირებას, რაც ნიშნავს, რომ სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის რაკეტა უკრაინის მიწაზე აშენდება. Defense Express-მა 23 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ Patriot-ის რაკეტების მწარმოებელი Raytheon-ი ახლა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან, რათა ეს ლიცენზირების შეთანხმება საბოლოოდ დაიდოს. საფრანგეთმაც მიანიჭა უკრაინას რამდენიმე იარაღის ლიცენზია ივლისის დასაწყისში, რითაც უკრაინას მისცა ნებართვა თავად აწარმოოს Aster-30-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ASM Hammer-ის ბომბის კომპლექტები და Scalp-ის ფრთოსანი რაკეტები. რასაც ეს შეთანხმებები გვიჩვენებს და რასაც Stone Cloud-ის შეთანხმება კიდევ უფრო ამხარებს, არის ის, რომ უკრაინა ევროპული თავდაცვის საკვანძო რგოლი გახდა. გაერთიანებული სამეფო ამ ფაქტს აღიარებს. გაერთიანებული სამეფო ხედავს მნიშვნელობას იმაში, რომ უკრაინამ თავად აწარმოოს თავისი ჩამხშობი, რადგან უკრაინა ამ მოწყობილობას ისე გამოცდის, როგორც სხვა არც ერთი ქვეყანა და შეუძლია მისი საიმედოდ წარმოება იმ დონეზე, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ შესაძლოა თავად აწარმოოს Stone Cloud-ები გაერთიანებული სამეფოსთვის. ატლანტიკურმა საბჭომ კი უკრაინას ევროპის ფარიც კი უწოდა და ამაში მართალიცა. თუ რუსეთი ის მტერია, რომის წინააღმდეგაც მთელი ევროპა აცნობიერებს, რომ უნდა იბრძოლოს, უკრაინა ქმნის გეგმას და თავის პარტნიორებს ძვირფას დროს აძლევს მოსამზადებლად. რაც შეეხება პუტინს, Stone Cloud-ის შეთანხმება ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რაც პუტინმა აქამდე მიიღო, რომ მისი მცდელობები უკრაინის პარტნიორების გაყოფისა და დაშინების მიმართულებით არ მუშაობს.
ეს იყო მთავარი აზრი, რომელიც ბანჰამმა ახალი შეთანხმების გამოცხადებისას აღნიშნა. რუსეთი მაინც შეეცდება გაყოფას. მან გააძლიერა თავისი ჩრდილოვანი ომი კულისებში, რათა კიდევ ერთხელ შეაჩეროს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. პარტნიორების ტერიტორიაზე დივერსიები დაფიქსირდა, ასევე დრონების შეჭრები და ოპერაციებიც ალქვეშა კაბელებთან ახლოს, დეზინფორმაციის კამპანიები და მიგრაციის გამოყენება იარაღად. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ისეთი ქვეყნების დაშინებას, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, რათა ისინი შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, როგორიცაა უკრაინისთვის ლიცენზიის მიცემა ისეთი მოწყობილობის წარმოებაზე, რომელიც რუსეთს ასუსტებს და უკრაინას აძლიერებს. ეს არ მუშაობს. უკრაინის პარტნიორები ამ ყველაფერს ხვდებიან და იციან, რომ პუტინის ყველა ქმედების საფუძველი სასოწარკვეთილებაა. გაერთიანებული სამეფოს ჰარი პოტერის სტილის იარაღი უბრალოდ უახლესია, რომელიც უკრაინაში ჩამოვიდა რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ დაეყოლიებინა და დაეშინებინა. ეს არ იქნება ბო. და სტოუნკლაუკი შეუერთდება იარაღების სულ უფრო მზარდ სიას, რომელსაც უკრაინა თავად ქმნის, რათა რუსეთი ქვისხანაში დააბრუნოს. ამ იარაღთაგან ერთ-ერთი ახალი დამატებაა ბრძოლის ველზე და ის 1 ფუნტი ქაოსს ატარებს, თერმობარული ხელყუმბარით, რომელიც სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთის ძალებს. გინდა მეტი გაიგო? მაშ ნახე ჩვენი ვიდეო, სადაც დეტალურად განვიხილავთ RGT-45 გრამიან ჯიბის თერმობარულ ხელყუმბარას. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, არ დაგაუწდეს გამოიწერო სამხედრო შოუ და დააჭირო შეტყობინების ზარს, რომ ჩვენს რეპორტაჟებს უკრაინის უახლეს იარაღებზე პირველებს შორის ნახო. მადლობა ყურებისთვის.